რეჟიმი ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩინსკის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აგრძელებს. ოცნების საგარეოში დაბარების შემდეგ დიპლომატის მიმართ შეტევა ახლა უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან გრძელდება. ოლიგარქის დეპუტატები ელჩს მუქარაში ადანაშაულებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მან საქართველოს მოუწოდა არ დაუბრუნდეს ბნელწარსულს. თუმცა სრულიად საპირისპირო სურათია მაშინ, როდესაც საქმე ქვეყნის რეალურ საფრთხეებს ეხება. რეჟიმმა ვერ გაბედა ირანის ელჩის დაბარება, რომელიც საქართველოს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე დაემუქრა საკუთარ ტერიტორიაზე ფასის გადახდით. ნინი ბალანჩივაძე გვერდება ამ თემით, ნინი გისმენთ. ოცნების საგარეო სამინისტროში პაվել ჰერჩინსკის დაბარების შემდგომ დღეს უკვე თავდასხმები დიპლომატზე გრძელდება ოცნების პარლამენტში. დღეს სესიაზე არის პოლიტიკური განცხადებების დღე და ოცნების დეპუტატებმა შანსი არ გაუშვეს ხელიდან და დღესაც ისინი თავს ესხმიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და ამ შემთხვევაში თავს ესხმიან პაվել ჰერჩინსკის. დღეს განცხადებები დაიწყო ირაკლი კირცხალია ოცნების უმრავლესობის ლიდერმა და მან შეიძლება ითქვას, რომ გარდა იმისა, რომ იერიში მიიტანა და ეს არის ჩვეული ფორმა, შეიძლება ითქვას ქართული ოცნების მხრიდან პაվել ჰერჩინსკიზე, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე, ასევე მან გააკეთა განცხადება, რომ პაվել ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული გამოთქმული აზრების შემდგომ უფრო გაძლიერდა თავდასხმები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. დღეს ქართული ოცნება ცდილობს წარმოაჩინოს ისე, რომ თითქოს საქართველოს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ის იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და სწორედ ამიტომ მას სანქციებს უწესებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გარდა ამისა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ ოცნების დეპუტატების მხრიდან განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰერჩინსკი ამ შემთხვევაში მიმართავს პოლიტიკურ მატრაკვეცობას, როდესაც ის აკრიტიკებს ქართული ოცნების ხელისუფლებას, თუმცა ძალიან მარტივი გზავნილი აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის, ვინაიდან მან ბრიუსელში გააკეთა მოკლე და ძალიან მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ტრაექტორია, რომელიც აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ, არ არის სწორი და რომ ეს გზა აშორებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. დღეს ასევე ქართული ოცნება საუბრობდა ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით, მეორე ფრონტთან დაკავშირებით და აკეთებდნენ ხდომათა დარბაზში განცხადებებს, რომ საქართველოში პროდასავლური პარტიები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთად მოქმედებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მისი ბოლონდროიდელი განცხადებების კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანის ქმედებებისა და განცხადებების უკან Deep State-ის ხელწერა ჩანს. მიზანი კი ჩვენი ქვეყნისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღის დაწყებაა. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ პაվել ჰერჩინსკის მიერ საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ადგილობრივმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მორიგი აბსურდული კამპანია წამოიწყეს. რა თქმა უნდა, ეს არავისთვისაა გასაკვირი, რადგან საზოგადოება კარგად იცის, რომ სწორედ მართველი პოლიტიკური გუნდი საპატიო თავმჯდომარეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნების მთავარი გარანტი. ყველამ კარგად ვიცით ისიც, რომ ეს პროცესი არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. ეს პროცესი წლებია გრძელდება და თუ კი ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებ, რომ საუბარი ადამიანზე, რომელსაც საკუთარი პატრიოტული პოზიციის გამო უკვე კარგახანია არაფორმალური სანქციებით ებრძვიან. ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩის ჰერჩინსკის მუქარას საქართველოს წინააღმდეგ. რაზე მიუთითებს ეს მუქარა? რა თქმა უნდა, ეს მუქარაც იმ ძალების დავალებით არის, რომლებთაც საქართველოსათვის კარგი არაფერი არ უნდათ. სასოწარკვეთილებაში არიან ეს გლობალური ძალები იმის გამო, რომ საქართველოში ხუთი რევოლუციური მცდელობის წყალობითაც კი ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა. ისევ გვესმის უსამართლო განცხადებები მათი მხრიდან, რაც გამოწვეულია მათი სურვილით რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეინარჩუნონ აქაური აგენტურა და აგრძნობინონ მათ, რომ ინტერესი საქართველოში გავლენების გაძლიერების მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია. ფასადურად გაერთიანებული ოპოზიცია 26 მაისს დესტაბილიზაციის შემოტანის კიდევ ერთ მცდელობას გეგმავს. სცენარი კვლავ უცვლელია, ისე უცხოეთიდან ჩამოსული რევოლუციონერების მიერ დატრენინგებული ახალგაზრდების გამოყენება.
მას შემდგომ რაც ჩვენ მოვისმინეთ 2024 წელს ირაკლი კობახიძის განაცხადი და ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური განაცხადი, რომ მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს და უნდა გადაიწიოს ევროკავშირთან 2028 წლამდე და კრიტიკა გვესმის ჩვენ სწორედ ამ განცხადების გამო, ოცნების ნაბიჯების გამო, რეპრესიული კანონების მიღების გამო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული ოცნება კი შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ამ კრიტიკას უპასუხოს თავდასხმების სერიით და მათ შორის აქ იგულისხმება მათ შორის გერმანიის ელჩი, დიდი ბრიტანეთის და დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მორიგი ნოტა გაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე განახდეს ინფორმაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ანუ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება გერმანული მხარის მხრიდან ითხოვს იმას, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად მოხსენიებული იყოს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ მიხეილ ყაველაშვილი.